არა რუსულ რეჟიმს დაიცავი უვიზო დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. თესეუს პირველი კორპუსი და პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთით კალაძის საარჩევნო შტაბთანაც შეჩერდნენ. ისმოდა შეძახილები რუსებო და ცნობილი საპროტესტო სიმღერა ოლე ოლა. თითქმის 3 საათია მოსამართლე სიქტურაშვილი ხაბეიშვილისა და ზოდელავას აღკვეთზე მსჯელობს. სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. ხაბეიშვილის მიმართვის შემდეგ ტაშის დაკვრის გამო მოსამართლემ დამსწრეები დარბაზიდან გააძევა და სხდომა დახურა. არანაირი ქრთამი და დამხობა არ არსებობს. მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ. ყველა მილაპარაკეთ 4 ოქტომბრის გამარჯვებაზე, განაცხადა ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ჯუანშერ ბურჭულაძეს. თავდაცვის ექს-მინისტრმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მისი დაკავება აბსურდულია და ბრალის ხარისხს ევროპულობასთან კავშირი არ აქვს. არანაირი მოწმე არ არსებობს. რვაშვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ რომ გამიშვათ ციხეში, მიმართა ბურჭულაძემ მოსამართლეს. ნატომ ლიეტუვაში ჯარებისა და აღჭურვილობის სწრაფი განლაგების წვრთნები დაიწყო. მიზანი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. ნატოს სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფოგრაფიკაში ნაჩვენებია სამხედრო ძალების გერმანიიდან ლიეტუვაში გადაყვანის სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო სქემა.